ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს გადაცემას აი ესე მუსიკალურად. უამრავი როგორ რამდენი ნიჭიერი ადამიანი ყავს საქართველოს და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ეხლა კი ქორეოგრაფიული ანსამბლის ხივი არის ჩვენი სტუმარი. მადლობა არაჩვეულებრივ მოცეკვავეებს. წარმოგიდგენთ ანსამბლის ხელმძღვანელს, საქართველოს დამსახურებულ ქორეოგრაფს, პედაგოგს, ღირსების ორდენის კავალერს, ბატონ იური ტორაძეს და მასთან ერთად ამ ანსამბლის ქორეოგრაფს გელა სადუნიშვილს არაჩვეულებრივ ბიჭებთან და ვაჟკაცებთან ერთად. ბატონი იური, რომელიც უკვე 55 წელია იმსახურება ამ საქმეს და თაობები ყავს აღზრდილი, ეხლაც მოგვიყვანათ ჩვენი არაჩვეულებრივი ეს ბიჭები და შემდეგ გავისაუბროთ, როცა ეხლა ცეცხლს დაამთავრებენ. აუცილებლად ნახოს სცენაზე შესრულებით ცეკვა და შემდეგ გავისაუბროთ. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენთან ერთად მობრძანდით. აბა რამე რაღაცნაირად დავეტევით. ყველანი ერთად და მაკამ უკვე წარადგინა ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები, ამიტომ უნდა აუცილებლად გავისაუბროთ და რა საყვარელი. აუცილებლად. ბატონო იური, კიდევ არაერთი ტიტულის მფლობელი ბრძანდებით. თქვენ თვითონ რომ გაგვაცნოთ ეს თქვენი, მოდი ეს ჩამოჭეკი. და ნიჭიერი ბავშვები არიან. გახლავართ იური ტორაძე, ქორეოგრაფი, ხელოვნებად მცოდნე, მუშაობ ქალაქ თბილისის 152 საჯარო სკოლაში უკვე 30 წელია. კი ბატონო. აი ამ ანსამბლს ხივს წინამორბედი ჰყავს, მე წყალდობოდან გახლავართ და იქ 500 ბავშვიანი სტუდია მქონდა. და გადმოვიყვანა 1995 წელს დიდმა ქართველმა და კარგმა კაცმა და კარგმა ხელოვნმა, დიდმა თენგის სუხიშვილმა. 10 წელი ვიყავი ბატონ თენგისთან, საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი. შემდეგ ამერჩიეს კავშირის საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. შემდეგ გახლდით თავმჯდომარე 4 წლის განმავლობაში, ახლა ისევ პირველ მოადგილედ ამერჩიეს და არ მიშვებენ. არაჩვეულებრივი და თან გარდა იმისა, რომ თქვენ თავად არაჩვეულებრივად ცეკვავდით, ყოველთვის გინდოდათ პედაგოგებად და ბავშვებთან ურთიერთობა. მე გახლდით ანსამბლ ამიერკავკასიის სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე მსახიობი. ცეკვავდი ამ ანსამბლში, მთელი ევროპა შემოვიარეთ, როგორც იტყვიან და აი დავამთავრე, ადრე დავამთავრე საცეკვაო მოღვაწეობა, რამე თუ მიტაცებდა პედაგოგიური მოღვაწეობა და ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ ჩემს პედაგოგიური გზის მიმართულების მოცემაში. გაანათლოთ იმათსული ბატონმა სულიკო რატიანმა, ჯუშკო იოსელიანმა, ელგუჯა გუმბერიძემ და ძალიან ბევრი ქორეოგრაფი იყო, ვინც ესე დამიტოვა დიდი სიყვარული და საერთოდ ქართული ქორეოგრაფია და იწყება ბატონ დავით ჯავრიშვილისგან. ბატონი დავით ჯავრიშვილი იყო ქართული ქორეოგრაფიის პატრიარქი.
მიმდევრები ამ დიდი საქმისა, ეროვნული საქმისა, იყვნენ დიდი ქალბატონი ნინო რამიშვილი, დიდი ბატონი ილიკო სოხიშვილი, ბატონი ჯანო ბაგრატიონი, ბუხუდი დარაყველიძე, რეზო ხონელიძე, ოთარ პაპიაშვილი. ბევრი ყველა ჩამოთვლე ახლა შორს აგვიყვანს დროის ფორმატის გამო. კი ბატონო, თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წელს ანსამბლი 30 წლის ხდება, საიუბილეო თარიღია, წელია, რომ გითხრათ, თქვენ რომ გითხრათ, ყველაზე მეტად რა გიამაყებათ ამ გავლილ წლებში, ამ გავლილ პერიოდში და მარაჩვეულებრივი ბავშვების შემხედარე, რა თქმა უნდა. პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობას გიხდით მობრძანებით ჩვენი მოწვევისთვის. ჩემი მოღვაწეობა 4 წლის წინ დაიწყო ანსამბლს ხივში, ბატონი იურის თხოვნით და 4 წელია უკვე რაც მუშაობ ანსამბლთან. ვემზადებით ახლა 30 წლის საიუბილეო საღამოსთვის. ყავს 2 ანსამბლი. და რა ვიცი, ორგანყოფილებიან კონცერტს გეგმავთ და გვინდა რომ ესე წარმატებით აუძღვეთ ბატონი იურის დაწყებულ საქმეს. კი ბატონო. არაჩვეულებრივ, მე მინდა ამ გადასარევი ბიჭების ოჯახები, ბებიები, ბაბუები მოვიკითხოთ, განსაკუთრებით მინდა გიორგის ბებია, ცირაგელაძეს, დიდი მოკითხვა გადავცეთ ჩვენგან აქედან. საამაყო ბიჭი გყავთ და საამაყო ადამიანები არიან და საამაყო ბიჭები არიან და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. და ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შრომის შედეგი, რასაც მე ხო მithumetes. რაც საკვები გაქვთ რეპერტუარში, რომ გიპასუხეთ, ჩვენ მუშაობთ როგორც ღონისძიების გადაცემის დაწყების შესავალში მოგახსენეთ. ქალაქ თბილისის 152 საჯარო სკოლაში. სხვათა შორის აი 95 წელს დავიწყე მუშაობა ამ სკოლაში. შესანიშნავი დირექტორი ხელმძღვანელობდა ბატონი სოსოლა გვილავა, შემდეგ ქალბატონი შორონა ცნობილაძე და ეხლა გვყავს აი ძალიან ერუდირებული ინტელექტი, ძალიან კარგი ქალბატონი ეკა ენდელაძე, რომელიც აი გათვითცნობიერებულია ხელოვნებაში, სპორტში და რა თქმა უნდა მეცნიერ საგნებში ძალიან დიდ დახმარებას უწევს კათედრებს და ჩვენც გვერდში გვიდგას. მე მინდა აქედან მას დიდი მადლობა გადავ, იმიტომ რომ ეხლა მე ყველას მოვეფერები სკოლის დირექტორებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ჩემი კოლეგები უკმაყოფილად მას გამოთქვამენ პირობების არქონის გამო. ანუ ქორეოგრაფს თუ არ შეუქმნა სკოლის დირექტორმა პირობები, გასახდელი, სამუშაო დარბაზი და ასე შემდეგ და სხვათა შორის ეხლა ამ გაჭირვების ჟამს უჭირთ ეკონომიურად, მატერიალურად ხალხს და როგორ ახერხებენ ჩვენი მშობლები ამას, მადლობა მათ ყველას გვერდში. ეხლა თურქეთში იყო ჩემი ანსამბლი ბატონი გელას ხელმძღვანელობით, წასულები ალანიაში ძალიან მაღალ დონეზე იცეკვეს, ჩამოიტანეს შესაბამისი სიგელები და ასე შემდეგ. მშობლები ამას აი ძალიან დიდი ალბათ გაჭირვებით იკლებენ ყველაფერს, რომ თავიანთ შვილებს არაფერი ჯერ მარტო კოსტიუმი რაღებს. კი ბატონო, გეთანხმებით არ არის ასწვილი, მაგრამ როგორ უხდებათ? დიახ, კოსტიუმი რაღებს, გადასახადი და ასე შემდეგ. კარგი იქნებოდა, მე არა ვარ მოსაყვედური კაცი, სახელმწიფოს ვეთანხმები. თავრობას ვეთანხმები, მშვიდობიანი ცა გვაქვს და მადლობა მათ ამისათვის. რა ხდება მთელ მსოფლიოში, ჩემს ახალგაზრდობაში გადიოდა ასეთი ფილმი. ეს არის შეშლილი მსოფლიო. და ეხლა განმეორდა იგივე ისეთი მდგომარეობა მთელ მსოფლიოში და ჩვენ მადლობელი ვართ, ქართველი ადამიანები, ქართველი ხალხი, რომ მშვიდობა გვაქვს. შეიძლება ბევრი რამე გვაგდეს, მაგრამ მშვიდობა გვაქვს. თქვენ ძალიან დიდი მადლობა, რომ საამაყო ქართველ ვაჟკაცებს ზრდით. თქვენი წვლილი ნამდვილად ძალიან დიდია ამ ყველაფერში. მადლობა ბავშვებო თქვენ, რომ ესე შრომობს, თავდაუზოგავად, ესეთი არაჩვეულებრივი შესრულება გვაჩუქეთ დღეს დილიდან. თქვენ წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატება, ბევრი კონკურსი, სცენაზე, ბევრი სცენაზე დგომა და ბევრი აპლოდისმენტები. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ჩვენს მაყურებელს დავემშვიდობოთ. ბედნიერი და ძალიან წარმატებული დღე გვინდა გისურვებთ და ხოლმე პოსტალიონი ისევ ეთერში იქნება, რა თქმა უნდა. ნახვამდის. მადლობა ყველას.